როცა ერთ საკუთარი მეფეები აღარ ახსოვს, მაშინ იწყება მისი ისტორიიდან წაშლა. დღეს სწორედ ამას უყურებთ, არა უბრალოდ კამათის მონარქიაზე, არამედ ბრძოლას მეხსიერების წინააღმდეგ. დღეს ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ისმის ერთი სიტყვა მონარქია. მაგრამ მოდი და თავიდან დავაზუსტოთ. არავინ ლაპარაკობს წარსულის მექანიკურ დაბრუნებაზე. საუბარია სახალხო კონსტიტუციურ რესპუბლიკურ მონარქიის იდეაზე. მოდელზე, რომელიც შეიძლება გახდეს განხილვის საგანი, დისკუსიის თემა და შესაძლოა ერთ-ერთი გზა სახელმწიფოს განვითარების და სწორედ ამ იდეის წინააღმდეგ გააქტიურდა დღეს აგრესიული კომპანია მიმდინარეობს ამის თაობაზე, იწყებენ არა დებატებით, არამედ დისკრედიტაციით. ლანძღავენ ბაგრატიონთა დინასტიას, აკნინებენ საქართველოს მეფეებს და მონარქიის იდეას წარმოაჩენენ ისე თითქოს ეს ნიშნავს ფეოდალიზმში დაბრუნებას. ეს კი რეალობასთან არანაირ კავშირში არ არის. კონსტიტუციური მონარქია არ ნიშნავს ბატონყმობას, არ ნიშნავს ძალაუფლებას და კონცენტრაციას ერთ ხელში. ის ნიშნავს მოდელს, სადაც მეფე არის სახელმწიფოს სიმბოლოა. ხოლო მმართველობა ეკუთვნის კონსტიტუციას და ინსტიტუციებს და ხალხს. ეს არის სისტემა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს თანამედროვე ევროპაში. ამიტომ, როცა საქართველოში ამ იდეას საფრთხეთ აცხადებენ, ეს უფრო გავს არა არგუმენტირებულ კრიტიკას, არამედ ხელოვნურ, ესე იგი, შიშის ხელოვნურად შექმნას ნიშნავს. და აქ ხდება მთავარი კითხვა, რატომ ხდება, რომ იდეის განხილვაც კი მიუღებელია? რატომ უნდა იყოს აკრძალვა დისკუსია ემაზე, თუ როგორი სახელმწიფო გვინდა? და რატომ იწყება ეს დისკუსია საკუთარი ისტორიის შეურაცხყოფით? ბაგრატიონთა დინასტია ეს არ არის მხოლოდ წარსული, ეს არის ქართული სახელმწიფოების ერთ-ერთი საყრდენი. დინასტია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ გადაარჩინა ქვეყანა. დინასტია, რომელიც ისტორიაში გვხვდება მსხვერპლით ერთგულება და სახელმწიფოების პასუხისმგებლობა. და სწორედ ამიტომ ამ თემაზე საუბარი უნდა იყოს ცოდნაზე დაფუძნებული და არა ემოციებზე მანიპულირება. საქართველოს დღეს არჩევანის წინაშე დგას. არა იმ არჩევანის დაუბრუნდეთ თუ არა წარსულში, არამედ იმ არჩევანის როგორ ავაშენოთ მომავალი. მონარქია შეიძლება იყოს იდეა, შეიძლება იყოს დისკუსიის საგანი, შეიძლება იყოს გზა, ან არ იყოს, მაგრამ მეთი რამ დაუშვებელია, რომ დისკუსია დაიწყოს საკუთარი ისტორიის ძლანძღვით. და რადგან ერი, რომელსაც საკუთარ მეფეებს ვერ სცემს პატივს, ვერ საკუთარ მომავალს ააშენებს ღირსეულად. აი ეს არის გაცხადება, რომელიც ჩვენ უნდა გავუკეთებინა ჩვენი კლუბის სახელით. და ეს არის იმის პასუხი, რა პასუხის დღეს ესე იგი უნდა გაეცეს იმ ხალხს, ვის დღეს ესე იგი ასეთ განცხადებებს აკეთებს და ბაგრატიონებს, რაღაც საოცარი რაღაცები ბატონო გაიოს, ალბათ თქვენც ისმენთ, ალბათ და რა თქმა უნდა, ისმენთ და გაოცებული ვარ, როგორ შეიძლება ბაგრატიონს უწოდო რაღაცა არაქართველი უწოდო, ქართული წარმომავლობა არა აქვს და ბაგრატიონები გიორგი მე-13-ზე ილაპარაკო, რომ ესე გაყიდა საქართველოს. ეს ბაგრატიონების, აი, იცით რა. ყველაფერს თავი დავანებოთ, სახელმწიფოებრივ მოწყობაზე თუ დავანებოთ, თავი. შენ საკუთარ ისტორიას ხოვდასცე პატივი, კაცო. შენ თუ შენს ისტორიას და შენ წინაპრებს პატივს არსებობს, შენ რანაირად ქალაქი. ამ შემთხვევაში ბაგრატიონი ჩემი წინაპარია, კაცო. 12 ის ყავდა, რა ქვია? დავთამაშები ჩვენ წინაპარი. აბა რა, კაცო, აბა რა არის? 12 წმინდანი ყავდა. ამ გვარიდან და მეფე 12 წმინდანი მეფე ყავდა, კაცო. სხვათა შორის, აი მე გაოგნებული ვარ, ახლა შევეცადე პასუხი გამეცა, ახლა ჩვენს ცალ-ცალკე და ახლა ერთად ვცემთ პასუხს ამას ყველაფერს, მაგრამ გაოცებული ვარ, რომ ბაგრატიონებს შეიძლება ლანძღავდეს ქართველი ადამიანი იმათ, ვინც შეგვინარჩუნა ქრისტიანული სარწმუნოება. ანუ ბიძაშვილები რო არ მოყავს სულ. ეს შეგვინარჩუნეს ბაგრატიონებმა და ჩვენმა წინაპრებმა. ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ ბაგრატიონების ჯარში, ჩვენი მეფეების ჯარში, ეგრე არის, ხო? კი ბატონო, აბა რაღაც. და ჩვენმა წინაპრებმა, ანუ ჩემმა, თქვენმა და თქვენმა წინაპრებმა, ჩემო მეგობრებო, ბაგრატიონების ხელმძღვანელობით, დავით აღმაშენებლის ხელმძღვანელობით, გიორგი ბრწყინვალის ხელმძღვანელობით შეგვინარჩუნეს ეს ანთროპოლოგია, რაც გვაქვს ქართველებს, ეს კულტურა, რუსთველის პოემა შეგვინარჩუნეს. და გეოგრაფია სხვა შორის. გეოგრაფიას კი, სადაც ჩვენ მოგცა ღმერთმა თავისი, ესე იგი, მიწა, როგორც ამბობენ, ესე იგი, თავისთვის შენახული მიწა, ეს შეგვინარჩუნეს. მართალია ჩვენ სხვა იმპერიებმა რაღაც მიწები წაგვართვეს და რაღაცა, მაგრამ
ყველაფერი მომავლის საკითხია და ეს ნახოთ შეიძლება გადაწყდეს სხვანაირად, მაგრამ ვარსებობთ, კაცო. ვარსებობთ. იმპერიები აღეგავნენ პირისაგან მიწისა, აღარ არსებობენ, რამდენი ისა. იმპერია ათეულობით იმპერია გაქრა. ათეულობით და ასეულობით ეროვნება გაქრა და ეროვნების შენარჩუნება შეძლო ორგანიზატორს. ვინ იყო ორგანიზატორი? მეფე იყო ორგანიზატორი. თან თავარი კიდე რა არის, იცით, აი ვიღაცები ამბობენ, რომ ესე იგი პასუხი გავცეთ რა ყველაფერს, რომ ეს დავით სოსლანი არ იყო ეს ქართველიო, იყო ოსიო და ამიტომ ესენი ოსები არიანო, რა ქვია. ერთი და საიდან მოვაქვს რომ ოსი იყო კაცო. ეს ეხა მაგაზე ვიპასუხებ, მაგრამ უყურებ გიორგი წერნორი ოსი ნიშნავს, რომ არა ქართველი. ანუ სხვა, ანუ ჩემი არაო რა, აი სხვა იყო, ჩემთვის მიუღებელი გიორგი წერნორი იყო, დიმიტრის თავდადებული, შენთვის რომ შენ ქართველად არ შენილიყავი და შენი წინაპრები რომ არ ესე იგი გაენადგურებინა, წავიდა და თავის შესწირა იქ იმას. და ეს არა ქართველი როგორ გამოდის? ანუ ბაგრატიონები, ებრაელები და ურიები არიანო. რას ქვია ურიები? ანუ შეურაცხყოფის ხო, იმ კონტექსტში ამბობენ ამას. ხო, კი არის წარმოშობის თეორია, რომ ბაგრატიონები მოდიან დავით წინასწარმეტყველისა. და ურიას მნიშვნელობაც არ იციან. ურია ნიშნავს ქალაქ ურიდან მაცხოვრებელს. სხვათა შორის მიხეილ ჯავახიშვილის ის ივან ჯავახიშვილის აქვს შესანიშნავი, რომ ურ ქარდიშ იყო ესე იგი ჩვენი დასახლება ქართველების წინააღმდეგ ქალდების და იქიდან წავიდნენ ებრაელების მეფეები გახდნენ, მე ჩამოვიდნენ და საქართველოს მეფეები გახდნენ. ამას თავი დავანებოთ. დღეს ესპანეთს განაგებს ის რა ქვია საფრანგეთიდან გადასული დინასტია. ბურბონი, რა თქმა უნდა, კი ბატონო. დღეს იმას რა ქვია დიდ ბრიტანეთს გაერთიანებულ სამეფოს განაგებს გერმანული წარმოშობით ახლა ეს დინასტია და ახლა ჩარლზს რო უთხრა მეფეს რომ შენ ინგლისელი არ ახარო, შეიძლება მოკვდეს დარდით რა. კი ბატონო, ანუ ის რა ქვია ის რუსეთი რო ავიღოთ რა. რუსეთის დინასტია საერთოდ ეს თვითონ ის რომანოვებამდე დინასტია რაც იყო ლიურიკევიჩი ისიც მოსულობის თეორიით არის, ისინიც იყვნენ ვარიაგები. მერე რომანოვებიც კიდე ღმერთმა უწყეს რა წარმოშობის ხო რამდენიმე თაობაში შეწყდა და მერე სულ გოტორპები და ეს სხვები კი ბატონო, გერმანული ის იყო ხაზი ძირითადად. ისინი იყვნენ ნამდვილი რუსები, იმიტომ რომ რუსულად განისხვავებდნენ. სახელმწიფოს ქმნიან და ეკატერინე საერთოდ ის რუსეთის იმპერია რო შექმნა დიდი გერმანული წარმოშობა. ამას ინახ იმას კითხეს, რა ქვია აკა მორჩილაძეს შენი აზრი გვაინტერესებს თუ რა აზრის ხარო იმაზეო ერეკლეზეო და რა უნდა თქო ერთი ნაკაცი არ ამაქო ხელზეო და კაცო აპატიოსებნენო 60 ჭრილობა დაუთვალესო ერეკლე მეფეს 60 მე როგორ უნდა შევაფასო აი ეს ეხლა კულტუროლოგიური თვალსაზრისით რო შევხედოთ რა ქართული ლიტერატურა, ქართული კულტურა, ჩვენი მეფეების ორგანიზებით ეხლა ვახტანგ მეექვსე ქართველი როგორ არ იყო და როგორ იყო ვახტანგ მეექვსე ოსი აი ანუ სხვა წარმოშობით ოსი აი და ანუ არა ქართველი როგორ იყო ვახტანგ მეექვსემ შექმნა პირველი სტამბა და ის სახარება დაბეჭდა მეორე ვეფხისტყაოსანი დაბეჭდა და ასე შემდეგ ან ალექსანდრე ბატონიშვილი რომელიც აუჯანყდა და ესე იგი მთელი ცხოვრება არ შეურიგდა რუსების მიერ საქართველოს დაპყრობას კი ბატონო როგორ იყო რატო არაფერი არ გააკეთესო ეს იმათმაო ალექსანდრე სხვათა შორის მუხრან ბატონი აი ჩვენი დღევანდელი გიორგი დავითიზე ბაგრატიონი რო პატარა 14 წლის ბავშვი იმის წინაპარი პაპის პაპა ბოლშევიკებმა ხმლით აჩეხეს საათი წაართვეს და დამებრუნეთ საათიო ეს ვაშკაცურად იმაშებოდა ვითხოვდა და აჩეხეს ვერ გატეხეს ქართველი კაცი მაგრამ აჩეხეს და ის ქართველი არ იყო ან დღევანდელი ბაგრატიონებიო დამსახურებულები არ არიან ეხა ამას თავი დავანებოთ ჩვენი ყველა წინაპარი არის დამსახურებული ჩვენს ყველა წინაპარს ყველა გვარის წინაპარს ნაომარი აქვს საქართველოსთვის ჩვენი ყველა ქართული გვარის ეხა თქვენ ამაზე კი ბატონო რა თქმა უნდა ქართული გვარის წინაპრებმა ესე იგი ის გამოიგონეს ეს ხორბლის სახეობები რა თქმა უნდა აბარა კაცო ყურძენ და ასე შემდეგ და ისინი თან გუთანი კაცო გუთანი და თან პარალელურად ხმლით ხელში იბრძოდნენ მეფის გვერდით კი ბატონო რა თქმა უნდა და ეს ამდენი ურდო მოდიოდა და იმის წინა ეს უნდა გადავშალო იმიტომაც არის რომ საქართველოში პროცენტულად თავადაზნაურთა რაოდენობა იყო სოფლიოში ყველაზე ბევრი საფრანგეთში თუ იყო მთელი მოსახლეობის 2% და რუსეთში თუ იყო მთელი მოსახლეობის 4% იმაში პოლონეთში იყო 8% იყო პოლონეთში და საქართველოში იყო 11-12%. ეს იმიტომაც ხდებოდა, რომ ესე იგი
იბრძოდნენ ის გლეხი იბრძოდა და მე გლეხი იბრძოდა აზნაურობას იღებდა და აზნაური იყო 10-ის 20-ის უფროსი თავად იყო ის რა ქვია რაზმის უფროსი და ის რა ქვია 1000-ის უფროსი და ასე ყველა მებრძოლი იყო საქართველოში და ანუ ჩვენ თუ ბაგრატიონები და ჩვენი წინაპრები და ჩვენი კულტურა გავლანძღეთ ხო მაშინ რაღა დავჭით მაშინ საქართველო აღარ იქნება და რაღა აზრი იქნება ფეოდალიზმზე ლაპარაკობენ გასულ რა დროს ფეოდალიზმზეა ლაპარაკი ეხლა იმაში რა ქვია ინგლისში ან იმაში ესპანეთში ან ჰოლანდიაში რაზეა ლაპარაკი იაპონიაში ვინმეს ყმარი ეხლა ხო ან როგორ შეიძლება საქართველოშიც კი როცა ესე იგი თქვენი აზრით როცა ესე იგი ბატონყობა იყო და როგორიათ ბატონყობა მაშინაც პატრონყობა იყო ბატონყობა ნაწილობრივი ბატონყობა იყო მაშინაც კი არ ყოფილა ჩვენთან ჩაგვრა რაღაც ისეთი ჩაგვრა მასიური სახე რო ქონოდა თორე ჩაგვრა დღესაც არის და ნებისმიერ ქვეყანაში აბარა და ყოდს იქნება კიდე 500 წლის მერე იქნება კიდე სახელმწიფო და მეფე იმიტომ იყო ადრე და ეხლა სახელმწიფო იმისთვის არის რომ ჩაგვრა ესე იგი აღარ იყოს ქვეყანაში და წესრიგი დაამყაროს და არავითარი ფეოდალიზმი არ იქნება არავითარი ბატონობა არ იქნება მეგობრებო ჯერ კარგად შევისწავლეთ ეს პროექტი არის სახალხო კონსტიტუციური რესპუბლიკური მონარქია ყველაფერი იქნება ყველა თანამდებობა იქნება არჩეული როგორც პრეზიდენტის მაგერად იქნება მეფე რომელიც იქნება მირონცხებული და რომელიც იქნება სიმბოლო ერის სიმბოლო იქნება და ერის გამაერთიანებელი იქნება მეტი ფუნქცია მას არ აქვს დღეს თუ პრეზიდენტს მაგალითად სვამს ერთი პარტია და მეორე პარტია ებრძვის და ალა მიკერძოებულია პრეზიდენტი ყოველთვის არის მიკერძოებული ვიღაცი მხარეა ყოველთვის და მეფე არავის მხარე არა მეფე არც პარტიაში იქნება და არც როგორ შეიძლება მეფე იქნება რომელიმე პარტიას დაუჭიროს და არც ის რა ქვია თანამდებობის პირებსაც ვერ დანიშნავს არც ის ექნება რა ანგარიშები არ ექნება ის ბანკებში რომ რაღაც ბიზნესი აწარმოებს და კლას ვერ შექმნის და სამეფო კარი არ იქნება არავითარი თავადაზნაური ტიტულების სიმბოლურადაც კი არ იქნება ეხლა იაპონიაში და იმაში ბატონყმობაა და მონობაა და ყიდიან ადამიანებს თუ ესპანეთში ახლა სად გაგიგია თქო რომ ესე იგი ესპანეთში ვიღაცა იდალგომ ის თავისი ყმა გაყიდა იმაზე რა ქვია ინგლისელ ლორდზე ან კიდე ის რა ქვია ესო საქართველოს ახლა სხვებიო ისო საქართველოსო ეგო რას მოუტანს რას მოუტანს აფხაზების აფსუების რასაც ჩვენ დღეს აფხაზებს უწოდებთ აფსუების მეფეც ხო იყო ხო და ის იქნება გამაერთიანებელი საქართველოსი იქნება მთელი აფხაზეთის თავარი იქნება ჩვენი მეფე და იქნება საქართველოს ერთიანი საქართველოს მეფე ტახტის მე როგორც ბრიტანეთშია რა უელსის თავარი არის ტახტის მემკვიდრე ადის ტახტზე და ხდება ის გაერთიანებული სამეფოს მეფე და შეიძლება მისაღებიც იყოს ეს აფხაზებისთვის. რა თქმა უნდა, აფხაზებმა სხვათა შორის. და არა მარტო აფხაზებისთვის, ოსებისთვის. რა თქმა უნდა. ის რა ქვია, ოსები ყავდა წინაპარი ჩვენს დედები, ესე იგი, იმას რა ქვია, რამდენიმე მეფეს ოსი ის ზოლი ყავდა და ოსები ჩვენს არმიაში იბრძოდნენ და საქართველოს დედოფალი ახლაც იქნება ის რა ქვია, ესე იგი, ცხინვალის რეგიონის ანუ შიდა ეს ანუ ჩრდილო ქართლის ესე იგი რაღაც ფარველისავით რაღაც ის ექნება რა დახმარების საშუალებები ექნება და კიდე იმ საკითხზე გვინდა ვილაპარაკოთ რა კიდე აი რა მნიშვნელობა აქვს აი ესო ბაგრატიონებმა რა დაიმსახუროს სახალხო რესპუბლიკური მონარქია არ არის დამსახურებაზე მონარქია არ არის ესე იგი ფუფუნება ეს არის სამსახური ეს არის დაღლა აი მუდმივად ფეხზე არ უნდა გადაიდოს მონარქმა და მისმა შვილმა რა ესე იგი არ უნდა წამოწვეს ან ტელევიზორში რაღაცა ესეთი აქცენტით არ უნდა ილაპარაკოს უნდა იყოს მუდმივად სალიტერატურო ქართულის კარგი მცოდნე და გადმომცემი და უნდა იყოს ესე იგი სახე და ეროვნების სიმბოლო მეფეს დედოფალს და ტახტის მემკვიდრეს იმას არ ექნება ფუფუნებისა და გართობის ესე იგი ის საშუალება და უფლება ეს არის მძიმე სამსახური როგორც იაპონიაშია როგორც ესპანეთში ესპანეთის მეფემ ესპანეთი დაშლისაგან შეინარჩუნა დღეს ბრიტანეთის და გაერთიანებული სამეფოს დაშლის შემნარჩუნებელი არის ის რა ქვია გაერთიანებული სამეფოს მეფე და ის დინასტია ასე იქნება საქართველოშიც და თან საინტერესო ის არის ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ნათესავია ჩვენი ბაგრატიონები. ისინიც იქნებიან ჩვენი მეგობრები. ჩვენ მეფე შეიძლება ტიტულშიც კი ჰქონდეს ესეთი რამე რომ მეგობარი და ნათესავი კავკასიელი ხალხებისა რა ამაზე ჩვენ ვფიქრობთ და ესე და გარდა ამისა ესე იგი როგორ შეიძლება რომ ვილაპარაკოთ იმაზე ბაგრატიონებმა რა დაიმსახურეს ყველა საქართველოს მოქალაქემ დაიმსახურა რომ კარგად იცხოვროს და კარგი ქვეყანა ჰქონდეს და ყველა საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს თეორიულად უფლება რომ გახდეს პირველი პირი ანუ პრეზიდენტი და ასევე ბაგრატიონებსაც აქვს თეორიული უფლება რომ გახდნენ მეფეები ოღონდ
ხალხის თანხმობით რა თქმა უნდა და ხალხის შეწევნით და ხალხის დახმარებით და ხალხის დახმარებისათვის. და ეს თან მნიშვნელობა აქვს რას? ეს არის ტექნოლოგია. ის კი არა რომ ვიღაცას დავსვამთ და ხელზე ვაკოცებთ და აი ჩვენო მეფეო და რაღაცა მუხლების ჩავარებთ და არა, ეს არის ტექნოლოგია რომ ქვეყანა იყოს განვითარებული და ქვეყანა იყოს, ესე იგი, როგორც ევროპა არის განვითარებული, ეს მონარქისტული ქვეყანა და როგორც ის იაპონია არის განვითარებული ტექნოლოგიურად და კულტურული თვალსაზრისით, ესეთი ტექნოლოგია რო ქონდეს პოლიტიკური მართლობა. კი ბატონო, აი კიდე არის ასეთი ის, ქვია, ძალიან ბევრჯერ გამიგია რატომ მაინც ბაგრატიონები ვიღაცები აინტერესებს. ჩვენს ეს კითხვა უკვე ძირშივე არის, ესე იგი, არა მყარ ნიადაგზე დგას. იმიტომ ყველაფერს თავი დავანებოთ, გენეტიკაც, ვინც იცის გენეტიკა, გენეტიკურად არის. ბაგრატიონებში უკვე რამდენი საუკუნეა, ათეულობით საუკუნე ეს დევს გენეტიკურად. ეს სულ ყველაფერი და თან ესე იგი მირონცხებულია კაცო. თან მირონცხებული იქნება. ნაცნობი არიან იმისი. რა ქვია, ხო, ღვთისმშობლის ნაცნობი არის. ღვთისმშობლის ნაცნობი. აი სხვათა შორის, აი ეს თეორია როა, წეგარაც ვთქვით, რომ ესე იგი დავითიანები არიან, ანუ წინასწარმეტყველის შთამომავლები, ანუ ის დავითიანები კიდე ქალდეველები იყვნენ, როგორც ივანე ჯავახიშვილი, ის და ეს ჩვენ წიგნშიც წერია ესა და ამან შთამომავლები არიან და ერთ-ერთ ფსალმურში წერია, რომ თქვენ შეიძლება აი უფალი ეუნება დავითს და მის შთამომავლობას, რომ თქვენ შეიძლება დაკარგოთ ტახტიო თუ უღალატებთო სარწმუნოებასო და კარგად არ მოიქცევითო, მაგრამ თუ დაუბრუნდებითო მეტეხს დაგიბრუნებთო, ანუ მეორედ მოსვლამდე, ანუ იქამდე, რა ქვია, ესე იგი, სამყაროს დასასრულამდე ბაგრატიონები იქნებიანო, ფაქტობრივად დავითიანები იქნებიანო, ამას ამბობს წინასწარმეტყველი დავითი თავის ფსალმუნებში გამოცხადების საშუალებით. აი, ამიტომაც უნდა იყვნენ ბაგრატიონები. ეს ერთი, მეორეს, კი ბატონო, სხვები იყვნენ. სიტყვაზე, მაგრამ არა, აქ არის საბაბად უნდა, რატო ბაგრატიონები, აი საბაბს ეძებენ. კარგი, თქვენ იყავთ მაშინ. მაშინ ეგრო უთხრა კი, მაშინ იტყვიან, ნუ აი კი ბატონო. არა, საბაბებს ნუ ვეძებთ, რა ჩვენ ვეძებოთ, ერთმანეთს შევისწავლოთ რა სახალხო რესპუბლიკური მონარქიის კონცეფცია. ეხლა აი ეს წეგარო ამბობდით, რომ აი ესენი ღვთისმშობლის ნაცნობი არიან და რაღაც. ეხლა რაც თავარია ყველაზე კიდე ერთი რაღაცა დღეს ჩვენ ეხლა 40 წელს არ გასულა პატრიარქის გარდაცვალებიდან და ესეთი დიდი პატივისა ქართულმა ხალხმა და ესეთი ეს პატივისცემით გააცილა იმ ქვეყნად საკუთარი პატრიარქი და პატრიარქი მონარქისტი იყო. თქვენ რამოდენიმეჯერ გქონდათ შეხვედრა იმასთან უწმინდესობასთან და ამ საკითხებთან საუბარი გქონდა. საუბარი ძალიან ხშირად რაღაც გეგმებსაც სახავდით ერთად და ეს ამასაც რომ როცა ჯანმრთელობა ხელს უწყობდა. ერთი ორი სიტყვა ეს თქვა რომ იცოდეს საზოგადოება სამეფო კლუბს დაგვალა რომ ბაგრატიონები მოამზადეთო და ჯერ თქვენი როლიც იქ ყველაფერში რა იყო ესეთი ჩვენი როლი სამეფო კლუბზე მაქვს სამეფო კლუბი შეიქმნა თუ არა დაგლოცა პატრიარქი გითხო ბაგრატიონები და ხალხი მოამზადეთო გააგებინეთ თქვენ საუბარიც გქონდათ რამოდენიმე ძალიან ბევრი ჯერ საუბარი და სულ ამაზე ოცნებობდა და ამაზე ესე იგი დინასტიის წარმომადგენლებს ხვდებოდა და ცდილობდა რომ მათ ესე იგი შვილები ყოლოდათ რომ გამრავლდნენ როგორც ქართველიერი პატრიარქი იყო მონარქისტი ანუ და მას ჰქონდა ეს ანდერძე როა ლაპარაკი ანდერძი პატრიარქის ანდერძე მონარქია მისი ანდერძე სხვანაირი ანდერძე ხო საქართველოს პატრიარქს არც კი შეიძლება ქონდეთ ეს ერთი მეორე ზვიად გამსახურდიას მონარქისტი იყო კი ბატონო ზვიად გამსახურდიას აქვს აი მღვდლებისთვის და ეს ნათქვამი რომ ესე იგი პრეზიდენტის ინსტიტუტის შემდგომ უნდა მონარქია აღდგეს ქვეყანაში და პირველი როდესაც კავშირგაბმულობა ესე იგი საერთაშორისო კავშირგაბმულობა შეიქმნა საქართველოში პირველი ზარით მან დაუურეკა ეს გიორგი ბაგრატიონს ესპანეთში ვინმე ის ესპანეთში ან საფრანგეთში მცხოვრებ ძალიან დასაფასებელ პიროვნებას აკადემიკოს მოცეკვავეს ან სპორტსმენს კი არ დაურეკა ბაგრატიონს იმიტომ რომ გამსახურდიან პრეზიდენტმა დაურეკა იმას რა ქვია ბაგრატიონს მომავალი დინასტიის ერთ-ერთ წარმომადგენელს რა კი ბატონო მეუფე იობიც ეხლა რომ ამბობდა რომ ეს გადაგებაში განაცხადა რომ ახალი ეპოქა იწყება ის მონარქიის ეპოქა საქართველოს ეს ჰაერიდან და ციდან კი არ ჩამოფრენილა ეს იდეა არსებობს წინასწარმეტყველება კირილ ლავრენტისის რომელიც ესე იგი ის 25-30 წელი სწავლობდა იმის გამოცხადებას ივანეს გამოცხადებას აპოკალიფსის და მივიდა დასკვნამდე რომ ის ივანეს წინასწარმეტყველებაში არის ლაპარაკი საქართველოს მომავალ საქართველოს ძლიერ საქართველოს რომელსაც ეყოლება პატრიარქი და მეფე კი ბატონო ერთი რაღაცა მინდა კიდევ თქვა ესე იგი მე დარწმუნებული ვარ ვის დღეს ესეთ განცხადებებს აკეთებენ
აი ეს ხალხი აი სულიერად და გენეტიკურადაც გონია იმ ხალხის შთამომავლები, რომლებსაც მე ხა რუსებს მე ხოთი აყოფილო არასოდეს ვიც ვიცნობს და ვიც ყველა მიცის ესა მაგრამ იმ რუსეთში ვიც რომანოვები გაანადგურა და მოსპოდა, ესე იგი დახვრიტა საკუთარი ხელით იმათი სულიერი შთამომავლები მგონია და ბაგრატიონებს კაცი გალანძღავს ტროცკისტი არ არის ის. რა თქმა ტროცკისტი და ეს არის. აი დამასარით ეხა ამის თქმა ტროცკისტი მინდა უწოდო ყველა იმ ხალხს. ლენინის აბა რა კაცო. იგივე ხალხი დღეს როგორც რომანოვები დავით აღმაშენებელი საკუთარი ხელი დახვრიტეს ისეუდათ ეხა გაანადგურონ ესე იგი. დავით აღმაშენებელი ყველაზე დიდი ქართველი საქართველოში რომ ადამიანისთვის არის მიუღებელი და რომ დავითზე უბრუნდება ცუდ სიტყვის რომ დავითიო თბილისელებს ხოცავ ქართველები დახოცავ ეს სისულელეები რომ მოაქვთ რაღაცა ნუ საიდან წყაროებში ეგეთი რამე არ წერია ტროცკისტია ლენინისტია და კომუნისტია და ფაშისტია და ნაცისტია ისა რა შედის რა ვიცი ეს მიუღებელია იმიტომ რომ კი ბატონო შეიძლება არ მოგწოთ ეს რა ქვია კონსტიტუციური მონარქიის და და სად მონარქია არ მოგწოთ ასაგებია მაგრამ ადამიანს მაგრამ არის რაღაც ზღვარი რომელიც ზღვარსაც არ უნდა გადავიდეთ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი ჩვენი წინაპრები უნდა გვიყვარდეს რა უპირველესად ხო ის ბაგრატიონები ჩვენი წინაპრები არიან კაცო ჩვენ წინაპრები არიან ჩვენი ისტორია მთელი ამასინათ ერთმა მკითხა მე ალბათ იციან რომ გვარების ისტორიაზე მუშაობდა რამოდენიმე წიგნის ავტორი და რამოდენიმე ასეულობით ესე იგი სტატია და შრომა გამოქვეყნებულია 4000 გვარი მაქვს შესწავლილი ქართული გვარი 18000 გვარიდან ხო და ბაგრატიონებს რატო არ წერო ბაგრატიონების მე ვერ ვყიდებ ხეს ბაგრატიონების ისტორიას მეშინია ეს ერთი და მეორე ბაგრატიონების ისტორია არის მთელი საქართველოს ისტორიაა კაცო ხო და მაშინ მთელი საქართველოს ისტორიას და მოგიდო ხელი და ვიცი ამიტომ ესე იგი რაღაც ძალვაც მიჩნდება როცა ბაგრატიონებს ახსენებენ და მიჩნდება იმისისა რომ შიში რომ ესე იგი რაღაცა რო ვერ გავაკეთო კარგად იმდენად საპატივცემულო გვარია კაცო ამდენი 12 წმინდანი მოგვცა ამ გვარმა და რამდენი შეწირეს რამდენი შვილია ყავთ შეწირული რამდენი თავი გამიდიოდნენ კაცო თვითონ იბრძოდნენ რომელი ქვეყნის მეფე გინახიათ როდის მე რომელიმე ქვეყნის მეფე გინდა ევროპელები და გინდა ისინი რომ თავისი თვითონ იბრძოდნენ კაცო გადიოდნენ საუბრად ხმლით ესენი წინ უძღოდნენ იმას აქვე მაგას ჯარს კაცო და მაგალითს აძლევდნენ თავიანთის მამაცობით აძლევდნენ მაგალითს ესე იგი ხალხსაზე ესაძლევდნენ მაგალითს კაცო მეტი რა ვიცი აბა რა რატო არ გიყვარდეს ისტორია ხო ყველა მეცისა რა კი ბატონო და დიმიტრი თავდადებულამდე კიდე ჩვენ დაუშვათ ახლა არ არის ისე ცნობილი დავით აღმაშენებლის მამა წავიდა იმაში რა ქვია თურქეთის სულთანთან რომ ეთხოვა რომ ზავი იმიტომ რომ ესე დიდი თურქობა რო იყო და ჯერ 10 წლისა გაამეფა ესე თავისი შვილი დატოვა მეფეთ ნუ მეფე უნდა ყოფილიყო ბავშვი მე ესე იგი იქ შეიძლება მოეკლათ მაგრამ წავიდა გარისკა ადამიანმა და ჩამოვიდა მე იქ ნუ ხა ჩაულებრად შედარებითი მშვიდობა დაამყარა საქართველოში. ნუ მე კიდე ასეთი მეფეები რამდენი იყო რომლებიც მიდიოდნენ რა ის დიმიტრი თავდადებული მოკლეს მაგრამ სხვა მეფეებიც მიდიოდნენ და რომლებიც გადარჩნენ უბრალოდ რომ არ მოკლეს და აბა საფრანგეთის მეფე რა საოცარი მეზობლობა ყავდა ჩვენ საფრანგეთის მეფე რომ დააპატიმრეს მე-19 საუკუნეში გერმანელებმა პატივით გადმოიყვანეს საზღვარზე და იქ ჩვენს მეფეებს ის ველურები ესე ველურად ექცევდნენ ასე რომ თუ არ მოსწონს ადამიანს მე მინდა ყველა სიყვარული გაუზიარო სამეფო კლუბი ეს არის სამეფო კლუბის დევიზი არის ვიყვარებოდეთ ურთიერთობას გვიყვარდეს ერთმანეთი რა ჩვენ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და განსაკუთრებით ეს წარსული უნდა გვიყვარდეს და მომავალი თუ წარსული არ გვეყურება ეს შვილებს რა უნდა ვასწავლოთ რა მომავალი გვექნება ხო და ეს სკოლაში როგორ გაიზრდებიან ჩვენი შვილები და რა ისწავლიან რა ადამიანები დადგებიან ხო ეგრეა და ამიტომ სიყვარული გაუნაწილოთ ერთმანეთს შევისწავლოთ სახალხო კონსტიტუციური რესპუბლიკური მონარქიის კონცეფცია ჩვენ გვაქვს ეს დამუშავებული ეს იქნება ყველასთვის მისაღები ეს არ იქნება არც სააკაშვილის საწინააღმდეგო არც ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო არც კობახიძის საწინააღმდეგო არც ვინმეს საწინააღმდეგო არც არავის ეს იქნება შერიგებაზე დაფუძნებული შეიძლება ლიდერები არ მოგწონდეს რომელიღაცა პარტიის და მიმდინარეობის მაგრამ ჩვენ ავიტანოთ იმის მიმდევრები და ეს არის მონარქია რა აი ეს ესპანეთში რო ავიდა ტახტზე ხუან კარლოსი
ესე იგი ვაღდგა მონარქია კომუნისტებმაც კი მხარი დაუჭირეს ხო, და ძველმა ფაშისტებმა ეს იმიტომ არავის წინააღმდეგი არ იყო და არავის წინააღმდეგი არ იყო და შეინარჩუნა იმ დინასტიამ ესპანეთის სიყვარულით მიუდგა ყველას კაცო და როცა სიყვარული არის იგი გრევა არასოდეს არ იქნება კაცო სიყვარულს გრევა არ მოვაქვს სიყვარულს შენება მოვაქვს შენებლობა მოვაქვს აი სიძულვილს მოვაქვს გრევა და თუ ერთმანეთს შევიჯავრებთ გადავშენდები და თუ ერთმანეთი შეგვყარდება ისევ გავაგზავნებთ ჩვენს არსებობას საუკუნეების მანძილზე კიდევ ვიყვარებოდეთ ურთიერთობას ამინ უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის დღეს ჩვენს გადაცემაში მონაწილეობდი ჩვენ მე ლევან ბერაია და ბატონი გაიოს მამალაძე მადლობთ ყურადღებისათვის კარგად ზანდებოდეთ კარგად ზანდებოდეთ